გერცთებით რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც სულ რამდენიმე საათში დაიწყება მოქალაქეების მიერ დაანონსებული მასშტაბური საპროტესტო მანიფესტაცია. გეტყვით, რომ მრავალფეროვანია დღევანდელი საპროტესტო მარშების, მსვლელობების განრიგი და კალენდარი, თუმცა ვიდრე ამის შესახებ მოგიყვებით, იქამდე გიჩვენებთ თუ როგორია ვითარება ადრიან დილას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. Როგორც ჩანს, დღევანდელი საპროტესტო მანიფესტაციისთვის ქართული ოცნების წარმომადგენლები განსაკუთრებულად მოყოლებული გუშინდელი ღამიდან ემზადებიან და ამის პატარა მაგალითს ამ წუთას გიჩვენებთ ახლა პირდაპირ ეთერში, როგორც კადრს ადევნებთ ახლა თვალს პირდაპირ ეთერში და ხედავთ, რომ კარია პრაქტიკულად აჭედილი ამ ტერიტორიაზე. ასევე ვნახეთ გუშინ გავრცელდა კადრები, რომ თავისუფლების მოედანზე გამოყვანილი ჰყავდათ საგზაო სამუშაოებისთვის მძიმე ტექნიკა. საზოგადოებას ასევე შევახსენოთ ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ ტერიტორიაზე პარლამენტის შიგნით და გარეთაც პრინციპში ამ ადგილას, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, დაამატეს სამეთვალყურეო კამერები. აქვე გეტყვით დღევანდელ განრიგს, დღეს როგორც გითხარით, მრავალფეროვანი განრიგია საპროტესტო აქციების დილიდან პრაქტიკულად იწყება მარშები და მსვლელობები, რომლებიც რა თქმა უნდა შეერთდება მთელი ამ უწყვეტი პროტესტის ტრადიციულ მთავარ ადგილას და ეს რა თქმა უნდა არის რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. 12 საათისთვის ბაიკერები და ავტომოყვარულები პირველ რიგში დაიწყებენ დიღმიდან მსვლელობას და ისინი პრაქტიკულად შემოივლიან მთელ ქალაქს, მანამ მოვლენ რუსთაველის გამზირზე. ამის შემდეგ უკვე შუადღის 3 საათისთვის ემიგრანტები, ჩვენი ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ სპეციალურად დღევანდელი საპროტესტო მანიფესტაციისთვის პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სხვადასხვა ქვეყნიდან, ფილარმონიიდან გამოემართებიან მსვლელობით, მარშით და ისინიც რა თქმა უნდა საბოლოოდ მოვლენ რუსთაველის გამზირზე საღამოს 4 საათისთვის, ასევე ისევ შუადღის 3 საათისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ახალგაზრდები, სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან დაიწყებენ შეკრებას და სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ახალგაზრდები უკვე გამოემართებიან მარშით მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ. მოკლედ ყველა ეს მსვლელობა და მარში შეერთდება რუსთაველის გამზირზე. ერთი ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება დღეს რუსთაველის გამზირზე. აქეთკენაც არის საზოგადოების ყურადღება გარკვეულწილად მიპყრობილი. ეს არის ეროვნული კრება. პირველი ეროვნული კრება, ეს პაატა ბურჭულაძის ინიციატივა, რა თქმა უნდა ამ კრებისა და ამ კრების მონაწილეების, მოქალაქეების მოთხოვნები და მთელი ამ უწყვეტი პროტესტის პრინციპში არის უცვლელი, როგორც თქვით, ეს არის პირველ რიგში პოლიტპატიმრების რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების აქციის მონაწილეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, გადადგეს ივანიშვილის ხელისუფლება. სწორედ ამას სკანდირებენ მთელი ამ უწყვეტი პროტესტის პირველივე დღიდან მოქალაქეები და ამის შემდეგ უკვე ითხოვენ, რომ ჩაინიშნოს ახალი გამჭვირვალე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. როგორც გითხარით, ყველა მსვლელობა და მარში, რომელიც დღევანდელი მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციების ფარგლებში გაიმართება, ტრადიციულად შეერთდება რუსთაველის გამზირზე. დღეს არის ბატონობა ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს არის ჩვენი დიდგორი. ყველანი უნდა გამოვიდეთ რუსთაველზე, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და გავიმარჯვებთ აუცილებლად. გამარჯვება გარდაუვალია. უბრალოდ ვიყოთ ძალიან ბევრნი და ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს. ერთად ვიყოთ ჩვენ ძალა ერთობაში, ჩვენ წინ ვერ დაგვიდგება. ვქნით ისეთ საქართველოს როგორიც ჩვენ გვინდა და ამ ქვეყნის მოხალატეებს აუცილებლად გავუშვებთ მოსავლეთში. საზოგადოებამ იცის, რომ მოქალაქეების ნაწილი დღეს მიდის მუნიციპალურ არჩევნებზე და მიიღებს შესაბამისად ხმის მიცემის პროცედურებში მონაწილეობას, თუმცა ნაწილი უცხადებს ბოიკოტს ამ პროცესს იმ მიზეზით და საფუძვლით, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია. მოქალაქეები, რომლებიც არიან ბოიკოტის რეჟიმში, მოვლენ რუსთაველის გამზირზე და შეუერთდებიან საერთო სახალხო კრებას დაანონსებულ მასშტაბურ საპროტესტო მანიფესტაციას. მოკლედ, განსხვავებული ასაკის, პროფესიის, მათ შორის შეიძლება პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულების მქონე მოქალაქეები რეჟიმის წინააღმდეგ მთელი ამ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 311 დღესაც ისევ რუსთაველის გამზირზე გამოდიან.